ბრძოლა კორუფციასთან თუ პოლიტიკური შურისძიება. სულ უფრო ცხადი ხდება, რას ემსახურებოდა დაკავებების და ჩხრეკების სერია. საერთაშორისო გამჭვირვალობამ შეაგროვა ოცნების ჩინოვნიკების წინააღმდეგ წამოწყებული საქმეები და დაასკვნა, რომ ბიძინა ივანიშვილი არა კორუფციას, არამედ ორი ჩინოვნიკის კლანს ებრძვის. ლილუაშვილის და ღარიბაშვილის. პირველი სუსის ყოფილი შეფია. მისი ერთი მეჯვარე ვლადიმერ ხუნდაძე დააკავეს. მეორე მეჯვარის ირაკლი ქარსელაძის სახლი გაჩხრიკეს. დააკავეს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მოადგილე და მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ შეფს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. გაჩხრიკეს ლილუაშვილის ნათესავების სახლები. როგორ დაემთხვა ისე რომ კონკრეტული ერთი პირის გარემოცვა არის მხოლოდ და მხოლოდ ხილებული კორუფციაში, მაშინ როდესაც ასობით ფაქტი არსებობს, მათ ხელს არავინ არ ახლებს და ღარიბაშვილის და ლილუაშვილის კლანის წარმომადგენლებს ხელი შეახეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს დაპირისპირება მოხდა, ის კლანებს შორის დაპირისპირება არაფერს არაკეთებს და ან არაკეთებს ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა ისეც, რასაც არაკეთებს ჩვეულებრივი ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ხომ ისინი ყველანი უმეტესობა მათი არის ჩართული კორუფციაში. მეორე სამიზნე ირაკლი ღარიბაშვილია. ფიგურანტები სწორედ ექს-პრემიერის გარშემო ტრიალებენ. მათ შორის დაკავებული თავდაცვის ექს-მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ის ღარიბაშვილის მეჯვარია. მასთან ერთად დააკავეს ბურჭულაძის ოჯახის წევრები და პირადი დაცვა. დაკავებულია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძეც. გამოდის, რომ გამოძიებისთვის საინტერესო მხოლოდ ლილუაშვილი და ღარიბაშვილია. ოღონდ ეს ახლა როცა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გახდა საჭირო. ეს არ არის რეალურად კორუფციასთან ბრძოლა და ეს არის უფრო პარტიული შიდა კონფლიქტი და შიდა გარჩევის შედეგი, ხო? და საგამოძიებო უწყებები რეალურად ამ მიზნისთვის, აი ამ პოლიტიკური მიზნისთვის არიან გამოყენებული. ძალაუფლების პირამიდის თავში იმყოფება ბიძინა ივანიშვილი, ის არის რეალურად განკარგავი პროცესების და მისი თანხმობის გარეშე, რა თქმა უნდა, ესეთი პროცესები არ წარიმართებოდა, ხო? სანამ კორუფციას მხოლოდ ორი ჩინოვნიკის გარშემო ეძებენ, კორუფცია ყვავის ლამის ყველა უწყებაში. საერთაშორისო გამჭვირვალობამ ანტიკორუფციულ ორგანოებს 300-მდე საქმე გაუგზავნა, სადაც ოცნების მოქმედი ჩინოვნიკებიც ფიგურირებენ. მაგრამ ეს საქმეები თაროებს ედევს. სისტემა ასე მუშაობს. გამოძიებას მაშინ დაიწყებენ, როცა ეს ივანიშვილს დასჭირდება. ვინც გააბრაზა, გახდა სამიზნე. რეალურად შურისძიება შეიფუთა კორუფციასთან ბრძოლის თემით. ვითხრეს, რომ ჩხრეკები ჩაატარეს, სახლებში შევიდნენ. ან როცა უნდა მაშინ იმ ჩხრეკის ოგმს გადააწერს და დაეწერება ბრალის ადგენილება. ხო ძალიან მარტივია, როდესაც ფლობ მართსაჯულების სისტემაში ზეგავლენის ბერკეტს. ამიტომ ვიღაცა თუ დღეს გადარჩა პირობითად, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა იმ სცენარში ცოტა სხვა სერიაშია. ექს-პრემიერს და სუსის ყოფილ შეფს ყველაფერი წინ აქვთ. თუ ივანიშვილს მოუნდება, მათაც დააკავებენ. მკვლევარები ფიქრობენ, რომ საგამოძიებო უწყებები ახლა ოცნების კლანებს შორის დაპირისპირებისთვისაა გამოყენებული. მოქმედი ჩინოვნიკები კი ისეთივე წარმატებით იპარავენ ფულს ბიუჯეტიდან, როგორც აქამდე. ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა ქართული ოცნების მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იმ ფონზე, როდესაც კახა კალაძე მესამედ დაასახელეს თბილისის მერობის კანდიდატად, ამ ქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა, ვინც ქართული ოცნებისთვის აღარ არის საჭირო. ამ საქმეებს გააცოცხლებენ მაშინ, როდესაც ისევ რაღაც სკანდალი და სენსაცია დაჭირდება ქართულ ოცნებას. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ივანიშვილის ძალადობის და ომის რეჟიმის ამოცანა არ არის. ეს არის ჩვეულებრივი თვალთმაქცობა, სიყალბე და მათ შორის, რა თქმა უნდა, შიდა გადანაწილება. პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული ყველა პროქსი, ვინც არის, არ ვიცი, ხელისუფლებაში თუ სხვადასხვა აღმასრულებელ თანამდებობებზე, ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ფულის მოხვეჭით, ძალადობით არიან დაკავებული. ოცნებაშიც კარგად ხედავენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა ერთეულებს შეეხოთ, მაგრამ ამას არ აღიარებენ. გაცხადებული მიზანი არის, რომ სოფლიოში სამეულში მოხდეს ჩვენი ქვეყანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით. უკავშირდება სუსში
ახალი ხელმძღვანელის მისვლას და ჩვენ არა მხოლოდ ღარიბაშვილზე, დილვაშვილზე, სხვა გვარებზე რომელიც თქვენ დასახელეთ, ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ახალი ფაქტების ხილება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება დაუნდობელი. საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეულია ანტიკორუფციული ქმედებები და რეფორმები. ეს ერთი. ხა მეორე. მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ძალიან რთული ამ თემაზე საუბარი, რომ ჩვენი გუნდის წევრებზეც და საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციებზე მყოფ ადამიანებზეც, იქ სადაც იყო გადაცდომა, საქმე აღზრული და გამოძიება მიმდინარეობს. ელიტური კორუფცია დიდი ხანია გამოწვევად იქცა. ოცნება წლებია თვალს ხუჭავდა გამდიდრებულ ჩინოვნიკებზე. მხოლოდ 2 თვე რაც გადაწყვიტეს, რომ კორუფცია არავის აპატიონ. ოღონდ ესეც შერჩევითად ხდება.